დილამშვიდობის ამინდია ქარი აღარ არის, მაგრამ ჩემო ბიჭო ოხ ჩემი მამალა მარა გაწვიმდა აცრის ნახევარიც მოვიდა ეს არის დიდი ხუთშაბათი და მივდივართ ტაძარში იყურები ხათ თიქრამი არის დასალაგებელი თუ იყოს ყველაფერი ეს ხოთე ხა ჩავიცვათ კი მაწვია სახლის ესე გამოვუშვი წიწილები ქათმები და რაღაცები ვაჭამი ეს ქალბატონი უნდა მომერწყა დღეს კი არა და გუში კი უნდა მომერწყავდა და მე ნამაი ამით და მოვიწყდა აუშურე ეს ხო გავსხალი შაშა წინ გარდენიას შევარდნაძე მისაურა ქვია ესე უნდა გასხლათო და მე ეს იყო სულ გაბუჩქული ეს ხო აი პატარებს რას უყურებთ ეგენიც კი არა ჰქონდა ანუ ნახე აი რამსის ხოტოტი მოვაჭერი აქედან ანუ გავსხალი კი გული მისკდებოდა რომ უყავთ ცარიელა ჯოხები იდგა და მეთქი ეს რა მაგარი შარში გავყავი თავი არ გავაფუჭო თქო ეს არის ეთულის მოცემული და რასობეს რომ რამას რომ მოვიდეს ხო და ნახეთ ბევრი პაწაწინა მოიტანა ისე რომ იმ გასხლამ სიმართლე რო ვთქვათ კარგი რამ უყო ეს რო გაივსდება ესე გაფუდება ეს კიდე არის აი ის ყვავილი რომელსაც ველოდები რომ უნდა ამოვიდეს იმიტომ რომ ბოლქვები არიან ცოცხლები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ერთ დღესაც მართლა აღმოგვარამე აი ეს ბოლქვი არის ცოცხალი აი ეს ნახეთ სიმწვანე და რა ვიცი აბა იმედია მოყავს წყალი არ უყარს მაგრამ სანამ ყვავილი გამოჩნდება უნდა ნესტიანი იყო ასე რომ აქ დავდოთ გუში კარგად ვიმუშავე 2 ნახატი დავხატე ისა თბილა ჩაიცვი მაინც ხო და ნახეთ 2 საროჭი აქ უნდა დავხატო ფუფალა და აქ უნდა დავხატო ელენესიეს ხო აქ უნდა დავხატო ისა ვეფხვი და გოგო 2 წელს წინაც ამ მქონდა ეგ დახატო აი ეს ვიდეო რა დავდე იმის მერე დავხატე მოანა და სხვა შორის მეც ცოტა ნერვიულობდი რამდენად დაემსგავსებოდა მოანას მაგრამ ჩაგიგდებ და განახეთ ძალიან ლამაზი გამოვიდა მოვიდა ლამაზი ეხლა ჩავიცოთ და ცოტათი მოვიმზადოთ და გამოვხიზლდეთ ამის ჩაცმას ვფიქრობ იმიტომ რომ ეს ძალიან თბილი ჩავიცოთ ეხლა და გავლამაზდით ახლა გაგვიძებულ ვარ უკავთ მოვიდი თრიანი კაბა ჩავიცი და ეს ზედა ჩავიცი ზემოდან იმიტომ რომ იქ ცივა ხოლმე და თან ისა გათბობა აღარ არის იქ ასე რომ ნივია
ხო ამაზე დამიწერეთ რომ ეს ნივია ძალიან კაი, ნუ ეს ნივია ზოგადად მიყვარს რა. ამას ხო მაგრამ ესეც მან გამომიგზავნა და ეხა განახებ რამდენი მაქვს გახარჯული. ეს სხვანაირი არის. არ მინდა დიდხანს ვანახო YouTube-ს, იმიტომ რომ შეიძლება გადაეკეტოს. ეხა ნახეთ რამდენი მაქვს ნახმარი. შეხედეთ, სავსე არის. ნინოს ვახმარებ ხოლმე. როის მასავს ხოლმე შეუგდეთრდება რაღაცა ხოლმე. ცხვირი აიქერცლება, ზამთარში მithumetes. ეს უჯრა მაქვს დასალაგებელი. იმიტომ რომ სადღაცას რო ჩქარობ, აიღებ, ჩააგდებ. მერე კიდე აიღებ, სხვაგან ჩააგდებ, სხვას აიღებ, სხვაგან დააგდებ. ხო და დიდად არაფერი, მაგრამ მაინც არის მისალაგებელი. ასე რომ მე წნარად დავსხდებით, ჩვენ დავალაგოთ. თან ვიჭორავთ, თან დავალაგოთ. ესე. სხვა არაფერი. ხო და თან ცირა ტოიგება, ვიღაცები მოდიან ჩემს უჯრასთან და ვიღაცებს მოხვდებათ. აი რატომ ზოგავ ნივიას. 3 ლიტრიანი ბანკითაც მაქვს კრემი. რომელიც ნორმალურია. ოღონდ ხო ვერ გავიგე ორიფლეიმია თუ ეივონია ხარ. არც ორიფლეიმია და არც ფაბერლიკი ეივონია. ამას ხშირად ავხმარებ ხოლმე და ძალიან მომწონს. 22 ლარი ღირს 720 მილილიტრი. ესეც ესე გოგო. და მეწუხელები. ერთა შეიძლება გასაკეთებელი, მაგრამ მანიკური რო არ მისვია, დიდად არ მეტყვა. ის მისვია ის უფერული სად არის? სადღაც აქ. ხო და ალაგ-ალაგ მისვია ეგ რა და დიდად არ მეტყვა, კაია. ასე რომ დღეს მივაბინავებ, არ ამგონია დღეს 12 სახარებაც არის ტაძარში. რამდენად შევძლებ ხოთ დგომას. დღევანდელ დღეს ჩემი ნათილი ტყვის ხოლმე რომ ბავშვებიო დაბანილები რომ ყოლოდნენო აუცილებლად თუ ახალიდან დავუყანდი. ანუ წინა დღის დაბანილები რომ ყოფილიყვნენო დიდი ხუთშაბათიო აუცილებლად უნდა მებანავებინა დიდ ხუთშაბათს. კარგია. ზოგადად მეც მაქვს გაგებული ეგეთი რაღაც. ნუ დიდ ხუთშაბათს ბავშვი, ანუ ზოგადად ადამიანი უნდა იბანაოს. იბანაო და ყაწყალი არ არის თუ რა. ხო და ის ხო არის რომ ამბობენ ხოლმე რომ ის ანუ ესეთ დღეებში საქმე არ უნდა გააკეთო. აი ბაბა მიცოდა ხოლმე მაგალითად რო ქსოვდი რა ქსოვა რომ მასწავლა სულ მინდოდა ხოლმე რომ მომექსოვა და შაბათს აღამოს დამადებინებდა ხოლმე საქსოვს. არ შეიძლებაო და ვერ ხვდებოდა და მე კიდე ის ძალიან მაგრად მინდოდა ხოლმე რომ მომექსოვა რომ ისა კვირა ძალიაო, კვირა თენდებაო. შაბათს აღამოს არაფერს გაკეთება არ შეიძლება. ხო და ეს არის დამახინჯებული ფორმა. იმერონტონ შაბათი და კვირა ან კვირა რომელიმე დღეს აუცილებლად ქრისტიანმა უნდა მოიცალოს ტაძარში წასვლისთვის და უნდა გადადოს ყველა საქმე და არა პირიქით აი მე ხშირად მიქნია მაგალითად შემდა სამარცხვინოთ რომ არ წავსულ ვარ თავი გამემართლებია იმიტომ რომ საქმე მაქვს გასაკეთებელი და პირიქით უნდა იყოს და პირიქით რომ წავსულ ვარ ტაძარში იმაზე მეტი საქმე გამეკეთებია და მომისწვრია.
ხო და ან არაფერი არ უნდა მოიმიზეზო, არაფერი არ უნდა გააკეთო ტაძარში, რომ წახვიდე. ხო და ეგ ფორმა სხვანაირად აშღერდა ხოლმე, რომ ანუ სახლშიც რო იყავი, არაფერი უნდა გააკეთებდი. ჯერ წადი ტაძარში, ბევრჯერ უთქვია მამაოს ეგ. ჯერ წადი ტაძარში. მე რეგინა მთები გადაატრიალე. აი დღესასწაულებს ხო იცი რომ ბარო არ შეიძლება, საქმის გაკეთება არ შეიძლება, როგორ არ შეიძლება? უბრალოდ შენ არ მოიმიზეზო, ტაძარში წასვლა რომ არ გადაკეთოს. ყველაფერი შეიძლება. ჰა? იმას გადავაძრო საწოლს და გავახსენე. ეს საწოლი გარეთ ცხელია. არა, სკოლაში რო იყავი 3 დღის წინ გადავაძრე, გავრეცხე და ისე ვის დავაფარე. კიდე კაი ხსენე. ხალი მოვიდა საქმიანი ერით. გამახსენე გადავაძრო საწოლს. გადააძრე შურო თორე. შეიძლება სუნია გივიდეს. ზოგადად რასაც ვაძრობ, იმას ვაკრავ ხოლმე ძალიან ისეთ შემთხვევაში, რომ სხვა დავაკრა. ვცდილობ ხოლმე, რომ იგივე გავამზადო და იგივე გადავაკრა ხოლმე საწოლს. ამდე ხშირ შემთხვევაში გონიათ ბავშვებს, რომ თვეობითა წვენა. ბარბარეს კი ჩემით აღარ ვუძრობ, თვითონ იმას შვება ხოლმე. გუშინაც რომ მეგონა რომ საეცხიმოვში გავიხედა, ბარბარე მოდის იღლით. იმდენი ის მოაქვს. აი მე ხარ დილას შემხვდა ჩემი ძველი ვიდეო. ძალიან ძველია რა სექტემბრისა და სახეზე კარგად ვარ ჩამოთხელებული იმ ვიდეოში. ხო და მე ვიფიქრე რომ იქნები, მაგრამ იქნები აბა. თელი რამდენი კილოთი იმ პერიოდში ვიყავი ალბათ რა 1.5-6 კილოთი მეტი ვარ ეხლა. რა კარგი. ძალიან. ეხლა სანამ ვიღაცა დამიწერს ეკლესიაში მიდიხარ და იბრანჭებიო და ესეო და ისეო, რაც ვიბრანჭებიო, ვცდილობ რომ თვალები, ესეთი თვალები, ცოტა თორე ხა მეტყობა მე რა მეწას მის. აუ სადღაცას მქონდა ოდნავ თბილი ძველი სტილის მოსახვევი. დიდი. ბიჭო გადავაბრუნე ყველაფერი და ვერ ვიტო. არა და იმის გადაგდების შანსიც კი არ იყო. მეცი რა მაქვს კიდე მაკა უღრმესი მადლობა იმ რომ ხედავ ხოლმე ყოველთვის შენ მახსენდები და შეგეწიოს ღმერთი უფალი ყველა წმინდა. მე მაქვს თავსაღფარი, რომელიც მარტყოფელმა ჩამომიტანა ქრისტეს საფლავზე ნადები. იცი რა პერიოდში ჩამომიტანა ნინოზე რომ თავზე გამოკვლევებს უკეთებდი და ყოველთვის აი როდესაც MRT-ზე წავიყვანე თავზე გადასაღებად და რაღაცა სანამ წავიყვანდი გინდა ენცეფალოგრამაზე რომ მიმყავ ხოლმე 3 საათიანზე რომ მიმყავდა ყოველთვის მოვახვევდი ხოლმე და რაღაცნაირი არ იცი რომ რაღაცა იმას გაძლევს. ოღონდ ეს სადმე აქ არ მიდევს ხატებთან იგივე ყუთში ვაკა როგორც ჩამომიტანე იგივე ყუთით ისე მაქვს რომ არ გამტრიანდეს არის და ხატებთან მაქვს ის მოსახვევი. აი მას ვეძებ. თუდა წავიწითლოდ როყე სანამ სულ გავფიქრდები. ყველაფერს ნაჭამი აქვთ, მარტო საწოლი არ მაქვს ასალაგებელი და მანამდე ვიფიქრე რომ ეხლა თუ არ ჩავწერე, ეხლა თუ არ მოვედი სამსახურში. ვერ მოვაწე. ასე რომ თან სამსახურში ვარ.
ეხლა მეც მოვჭი. აი მეორე ვიდეოს როგორ მოახერხებ არ ვიცი დღეს. მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ სამსახურიდან არ გამოვიდე. კარგით. ბარბარე, აი ესენი ხო ვიყიდე თემაზე. საკმაოდ ბევრი. სულ სხვადასხვა ფერი და ბარბარემ აირჩია გაიგო. ამას წინათ შემომიტანა მითხრა რომ იცი რა ცუდი სუნი აქვს ხო? ხის სუნი აქვს. ესე ყველას დავსუნე, ხის სუნი ეს არა. აი ეს პატარები. აი სასიამოვნო ხის სუნი აქვს, ისე რომ ჩემს შვილს მე მგონი ვერ აკარგა საქმე. აჰა. სტუდენტობის დროს რო წავისმევდი ხოლმე, ყოველთვის ვიცოდი რომ თან ხელი უნდა გადამესვა. ხო და? ჩემი ძმა მიყურებს და დედა ჩემს ეუბნება, ეგ მეორე ხელი დაუჭირეო. რატო? რასაც იცის, იმით იცლის. ნინო მზად ხარ? სავარცხელი შემომიტანე რა და ისე ჩაიბინე. სავარცხელი შენა გძინა შვილო. სავარცხელი შემომიტანე მით. ჩქარ. თუმცა თმა უნდა შევიკრა. იცი რამდენი დღეს თავი არ დამივარცხნი. აი რა კაია სამსახურო გაქვს და გადიხარ. მაგრამ მანდაც ბევრჯერ არ დამივარცხდი. ნინო გაიღვიძე შვილო ცოტა. შვილო ჩემო. ისე ძილი სამინდიკია. გუშინ დაწვა. ნინომ გამაღვიძეთ, მეც უნდა წამოვიდე ტაძარში და ეხა გავაღვიძეთ. მაგრამ აშკარათაც ძინა. აი სავარცხელი უნდა შევცვალო. კი ძალიან აი მაგარი სავარცხელია, არც ვიცი, ალბათ 5 თუ 7 ლარი მაქვს მიცემული, მაგრამ ესა ძალიან კარგად ვარცხნის და იმის მე რამდენი სავარცხელი სავქენი ესეთი არ არის. იმაზე ვიყიდე. გასულ საუკუნეს ვიყიდე ისმის ბაზრობაზე. რატო ვიყავი იქ არ მახსოვს, მაგრამ ეს უნდა გადავიწიო, იმიტომ რომ იქ არა მაქვს ამისი გადმოჩაჩვის და იმის ნერვი. აი ასე. ჩემი რეზინა აღარა მაქვს, დავკარგე სადღაცას საცხობში, გარეთ ტერიტორიაზე. ხო და იყოს ეს. რავი, მზად ვარ, ეხლა დაველოდები, უბრალოდ თვითონაც გაემზადნენ. აი განახოთ. ძალიან კი მე თუ არ დამავიწყდა ჩავაგდებდი სურათს, მაგრამ სად არის? სად ახარ მანანა? აი მოანა. ეს გადავიღე ღამის განათებით, ანუ ჩვენ ღამე აი ეს ამ იმით რა და ყოველთვის ისეთი არ არის ხოლმე. რეალურად უფრო ლამაზია ხოლმე ყოველთვის. წავედით მანანა ახლა ყოფა. ადექი არაგელოგინი. ნეტამას ვიღაეცა. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ არ წავისო ფანქარი, რავი. თან ხო მინდა? ან ქარი როა, ან რაღაცა. მე მეცრებლება თვალები და მგონია რომ მარუასავითან ჩამომდის ხოლმე.
რაც არის ეს არის. წინაზე თბილისში რო ვიყავი, არ მეკეთა სათვალე, ოღონდ ეს არა. მეორე, ისე დავიტანჯე, რომ ეს 300 აქის იფერება გარეთ რა, მზეზე კაი არის ეს და ესე იგი დამთხარა მზემ თვალები და სანამ სადმე წავარხვრები გამახსენეთ, რომ აი ეს უნდა გავიკეთო. კონკრეტულად ეგ. აჰა. მე მზად ვარ, შემიძლია ხო ფეხსაცმელებით ჩავიცვა და დავჯდე. რატომაც არა. ხო აი ზემოდან რას ჩავიცმე ვარჯი, პალტო ჩავიცვა. თუ ეს. არ ვიცი, წასვლისას გადავწყვიტა. ბაბეთნი ერთ დღე ყველას ხალხო.